გამარჯობათ მეგობრებო. აი როგორც ხედავთ, უკვე ამოვიღეთ ყალიბი, შედგა შვენიერი, ძალიან კარგი. ყველაფერი თავის ადგილზე არის, წმინდად ამოიღო. ეს რეზინის ყალიბში გავაკეთეთ, რეზინის ყალიბი არის, როგორც ატყობთ. აი ესეც საიდანაც ამოვიდა ყალიბი ესეც ჩვენი ძლევის წმინდა გიორგის ყალიბი უკვე მზად აგვაქვს, აი ამას შავაცხამთ ჩვენ თაბაშირს. ეს ყალიბი ავიღეთ 13 მაისს 2024 წლის, დღეს არის 19 მაისი 2024 წლის, უკვე გამზადებული გვაქვს, მშრალია, ძლიერია, ხარისხიანად გამოვიდა, ასე რომ ყალიბი უკვე მზად არის, ამას თაბაშირს ჩავასხამ, თაბაშირშიდაც გვექნება და თაბაშირის შემდეგ უკვე უნდა გადავიტანოთ ჩვენ ბრინჯაოში. ბრინჯაოს ჩამოსმელი არის მერე მოსაძებნი. და ჩემი სურვილი არის და თხოვნა არის, რომ ლიახვის ხეობის მაცხოვრებლებმა, ჩემო მოგვარეებმა, ვინც სამაჩაბლოდ მზადდებით პირველ რიგში, მერე მთლიანად სრულიად საქართველოს მიიღოს მონაწილეობა და გამარჯვების ხატი, ძლევის წმინდა გიორგის ხატი გადავიტანოთ ბრინჯაოში. რათა მერე გერის ტაძარს, გერის სალოცავს, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის მატარებელია, წმინდა გიორგის სახელზე არის აგებული მე-6 საუკუნეში ქართლის მეფე ფარსმანის მიერ. აი იმ ტაძარში შევწირო და დავაბრძანოთ. მე ამდენი გავაკეთე, აი 2 წელია როგორც ხედავთ მუშაობ და სულ და გული ჩავდები ამ იმაში. ეს ყალიბიც გავაკეთე, ავიღე. ეხლა მინდა რომ მონაწილეები გახდეთ, რომ ყველასი იყოს ესა, ყველასი და არა მარტო ჩემი, რომ მე გავაკეთე და რაღაცა ესეთი მდგომარეობა, არა, ყველა მინდა რომ მონაწილე გახდეთ ძლევის წმინდა გიორგის ხატის შესაწირი რო გაიღოთ და თქვენი მთელი საქართველოს რო გადავიდეს ეს მადლი და არა ერთ ადამიანს. ყველა მონაწილე რო გავხდეთ. აი ეს არის ჩემი სურვილი და 10 თეთრს იმიტომ გეუბნებით, 10 თეთრი არის სიმბოლური თანხა რა, 10 თეთრი ახლა შეიძლება მაგას საუბარი იყოს. თქვენ მინდა თვითონ ეს ფინანსური საკითხი მოაგვარეთ, ვინმე მითავეთ და გავაკეთოთ ეს ისა და დავაგვირგვინოთ. გამზადებული გქონდეს და ვერ დავიწყოთ იქ ლაპარაკი იმ მხარესთან. ნუ აი მშვიდობიანი გზით გავაერთიანოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. ორი ახლა ესეთ სახელმწიფოებია, იმდენი იარაღი აქვს, რომ ჩვენ საერთოდ ხმასაც არ მოგვაღებინებენ, ისე გავგვასწორებენ მიწასთან. ამიტომ აი დიპლომატიური გზით, როგორც ხედავთ, ძლევის წმინდა გიორგი აქ მებრძოლი კი აღარ არის, დათქუნული ყავს თვითონ, აი აქ ხო ხედავთ რა. ბოროტება ყავს დათქუნული, ხმალიც არის ქარქაში ჩადებული, აი ესეთი ახლა მეომარი კი აღარ არის, ეს უკვე გამარჯვებულია და ყველაფერი იქეთკენ უნდა წავუყანოთ, რომ აი გამარჯვება, უბრალოდ ბრძოლისათვის კი არა, არამედ გამარჯვებით უნდა დაგვიგო. ის ჟამი მოვიდა ახლა, რომ გამარჯვება გჭირდება, მხოლოდ გამარჯვებაზე იყოს ორიენტირებული ყველა საქმე. ამისათვის წინ უნდა წაგვიძღვეს აი ეს უძვირფასესი, უძლიერესი ხატი, გამარჯვების ხატი. ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, ეს ჩემი ახირება არ არის. ეს არის ღმერთის სურვილი, იმიტომ რომ უნდა გაერთიანდეს და გაძლიერდეს. ბრწყინვალეს რო ვიძახით, ჩვენ ბრწყინვალე საქართველოს გვინდაო, თუ არ ვიქნებით ღმერთის წინაშე მართალნი და თუ არ წავდგებით სინდისით, ნამუსით, წესიერებით, ისე ახლა ისე არაფერი არ გამოდის. ამიტომ ჩემი თხოვნა არის, რომ აი ეს საქმე მივუყანოთ ბოლომდე. აბა ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ კეთილშობილურ საქმეში.